მოგესალმებით. ეს არის 2016 წლიანი Honda CRF 1000, იგივე Africa Twin. აღჭურვილი Honda-ს ავტომატური გადაცემათა კოლოფით, ანუ DCT dual clutch transmission-ი. ჩამოსულია იაპონიიდან 2020 წლის ოქტომბერში, დაუზიანებელი ჩვენიან მდგომარეობაში. შეიცვალა ზეთი, ფილტრები, აქვს ახალი საბურავები, წლოვანებით DOT 23-ია, თუ სწორად მახსოვს. წინა ფაქტიურად 90%-ია, უკანა სავარაუდოდ 50-60% დარჩენილი. კბილანა შეცვლილი აქვს, ჯაჭვი შეცვლილი აქვს, როგორც ეთყობა ამას 25,000 დიდი სერვისი უწევს Africa Twin-ს და ეს როგორც ჩანს იაპონიაში წინა პატრონმა თავიდან ბოლომდე გაატარა. ეხლა 28,000 კილომეტრი აქვს გარღვენი. ჩამოსვლის შემდეგ დაუყენე ჰიდის დუგები, რომელიც მთლიანად იცავს დაწყებული გადაცემათა კოლოფიდან დამთავრებული რადიატორით და წინა მხარით. ასევე დაუყენე ფარების დამცავი, ისევე ჰიდის, რომელიც ასხლეტილი ქვებისგან იცავს. ხელების გათბობა ოქსფორდის, რომელიც ცივა მინჩი ძალიან გეხმარებათ და თბილად ხართ და GV Maxia-ს 56 ლიტრიანი კოფრი თავისი პლატფორმით და სპეციალური GV-სავე ბრეკეტით. რაც შეეხება ამის ავტომატურ გადაცემათა კოლოფს, ვინც არ იცის რეალურად, ორი სიტყვით რო ახსნა, ეს ყველაფერი იმართება ამ ღილაკიდან, დაქოქვისას ავტომატურად ნეიტრალში არის ბაიკი და უკვე ამ კნოპკაზე დაჭერით გადადის drive მოდუსში, მეორეჯერ თუ დააჭერთ sport მოდუსში გადადის, რომელსაც თავისუფლად 3 დონე აქვს, ანუ sport 1, sport 2, sport 3, განსხვავება რეალურად არის იმაში თუ რამდენად მაღალ ბრუნზე გადართავს შემდეგ სიჩქარეში მოტოციკლეტი სიჩქარეს. ასევე აქ ასარჩევად ავტომატური და მექანიკური ეგრეთ წოდებული რეჟიმი. აი თუ დააკვირდებით, ავტომატურ რეჟიმზე ეს თვითონ SCN დაიწერება. თუ დავაჭერთ ამ ღილაკს, გადადის მექანიკურ რეჟიმზე, სადაც უკვე პლუსი აქ მინუსი უკანა აქ და პლუსი წინ ტიპტრონიკის რეჟიმში ვრთავთ უკვე სიჩქარეებს. საოცრად კომფორტული რაღაცა არის, როგორც მანქანაზე მექანიკიდან ავტომატიკაზე გადამჯდარ, აი ზუსტად ისეთივე. ძალიან კარგი იყო ასევე უგზოობაზე, იმიტომ რომ თუ ისეთი ცოტა გამოუცდელი უგზოობის ძღოლი ხართ, როგორც მე, ჩათვალეთ რომ არასდროს არ ჩაგიქვრებათ, არ გიგორდებათ, ანუ ეს ცეპლენის ხმარება არ აქვს საერთოდ. შესაბამისად, მთლიანი კონცენტრაცია გაქვს გზაზე, გაზი და მხრუჭი, მეტი არაფერი არ არის. აქ gravel mode, უკანა ABS-ი შეგიძლიათ უკანა საბურავზე გამორთოთ, ეს უგზოობის ოფციებია. ძალიან მაგარი დაკიდების სისტემა, ძალიან გრძელი სვლით, ანუ უგზოობაზე ფაქტიურად ძალიან ესე ყლაპავს ყველაფერს, რომ არც იგრძნობა. ტრასაზეც მშვენივრად დადის. მიუხედავად იმისა, რომ წინ 21-იანი საბურავი აქვს და უკან 18-იანი, ძალიან სტაბილურია და მოსახვევებშიც adventure-ის, ამ ზომის adventure-ის პირობებზე მშვენიერი სატარებელია, კომფორტული და სასიამოვნო. მუხრუჭები აქვს ფანტასტიკური, წინაც და უკანაც, სხვათა შორის, უკანა მუხრუჭი მოტოციკლეთს მაინც და მაინც არ ვარგა, მაგრამ ეს ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან გეხმარებათ, გამომდინარე იქიდან რომ ავტომატიკაა და შესაბამისად ეს ცეპლენი არ აქვს. უკანა მუხრუჭს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში და ძალიან კარგად მუშაობს, ეფექტურადაც აჩერებს და ამ მცირე დაბალ სიჩქარეზე ბალანსისთვის ძალიან კარგად მუშაობს. ეს ირგვლივ უნდა შევხედოთ. აქვს ცენტრალური სადგამი, ჩვეულებრივი side stand-ი. და რა ვიცი, ყველაფერი სრულიად დასერვისებულია. ოქტომბრის ბოლოს შეუცვალე ზეთი, კოლოფის ფილტრი, მოტორის ფილტრი,
საბურავების ეს გითხარით რომ ახალი და კარგი აქვს და რამის დანარჩენი დადის მშვენივრად ჯამში ალბათ გავიარე მე სულ 1000 კილომეტრი რაც ჩამოვიდა ოქტომბერში ვიყავი 1-2 ჯერ გასული ქალაქგარეთ და მე ნუ ზამთრის დროს უკვე გაჩერებული